მუდმივად დადებითად იყოს, მუდმივად ღიმილი იყოს, მუდმივად ციცილი იყოს, მუდმივად თამაში იყოს და ჩვენი თამაშები რაღაც თამაშობ ხოლმე. აი რაღაცა ქათმობანას რომ რაღაცა გარბის კრახ და მივდევ და დღემდე უყვარს ეს თამაში, აი 9 წლის არის და მივდევ და იცინის და ვიჭერ და ვაბსრიალებ და ეს რაღაცა მარტივი მე და მამაჩემსაც მქონდა წიწილობან არ დამოვიწყდება ეგ თამაში, იმიტომ რომ სანამ რაგბიზე შევიდა მე კარე ვიყავ. და რაღაცა ესეთ კარებს ვაკეთებდით სახში და რაღაც წიწილად ისროდა ხოლმე რა და მე უნდა მომეგერიებინ. ყველა მამას აქვს შულთან რაღაც ესეთი მომენტი და აი მუდმივად ვცდილობ რომ არ ვანახო ეს ჩემი სტრესი, იმიტომ რომ ახლა ლომებზე ვიყავი წასული. 6 კვირა ვიყავი ავსტრალიაში წასული. 6 კვირა იყო, აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი იყო, ახლა ავსტრალია, კაი ცხოვრება, ძალიან კაი ქვეყანა, ძალიან კაი გამოცდილება იყო, ბევრი მაგარი მომენტი იყო, ეს იყო აი კოლოსალურად დიდ წნეხთან ჭიდაობა. მე რო ეს წნეხები და ეს რაღაცა მიკროტრაუმები რაც მივიღე იქ და გადავიტანე და ამხელა მგზავრობა და ჩამოვიდე და ეხლა უკან ბრუნდები ზელანდიაში ამის ფუფუნება არ მაქვს რომ ეს პერიოდი ჩემი შვილი აი ვანახო რომ დაღლილი ვანახო რომ სტრესი მქონდა ვანახო რომ აი ის რთული რაღაცები გადავიტანე რა არ მაქვს მაგის ფუფუნება იმიტომ რომ ცოტა ხანში უნდა დავბრუნდე ზელანდიაში და იგივე უნდა გავიარო ამიტომ ვცდილობ რომ ეს სტრეს მენეჯმენტი იმდენად ინდივიდუალურად ჩავკლა რომ ჩემ შვილებზე არ გადმოვიდეს რა არ მაქვს უფლება რომ მე ჩემი შვილი რო იცელქებს მე რო დაღლილი ვიყო რაღაცა ის ზედმეტი შენიშვნა მივციან რაღაცა ცუდად იმას ვქნა იმიტომ რომ გოგოები ძალიან ფაქიზ ჩემი გოგო ძალიან ფაქიზად რეაგირებს ჩემს აი დედამისმა რომ აუწიოს ცოტა ხმას ადიად არაინტერესებს მე რო ოდნავ ხმა აუწიო უკვე ის ძალიან ემოციურ ფონზე გადის რა ამიტომ ვცდილობ რომ აი ეს მომენტი დავიჭირო ჩემი სტრესის როგორ გადამაგ შვილთან და ოჯახში და ვფიქრობ რომ გამოცდილებით უკვე ამას ვახერხებ